ამასობაში 23 თებერვალია საღამო და ფიცი მწავს ბოლო მაკვირვებს. სლავა უკრაინე. სანამ ყურებას გააგრძელებთ, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი და გააკეთეთ დონაციები. 3 საათი ახლა ისედ ბოდვას უსმინე და მე ხან ბოდვის შინაარსი 10 წუთში უნდა გადმოგცეთ, რომ აი ბევრი დონაცია მეკუთვნისა რა. ხო, მოკლედ დღეს გაიჩიტა უცებ რაღაც ფორუმი უკრაინა 2025 არ იყო ეს რა დაანონსებული. საიდუმლოდ ინახავდნენ, ეთყობა რუსებს უმალავდნენ უსაფრთხოების მიზნით და შუა დღისას ატყდა ის დაანონსდა შეკრიბეს ჟურნალისტები და დიდი ხადნია კი ჩაატარეს. მოკლედ ახლა ხვალხო 4 წელი 3 წელი სრულდება რაც ომი დაიწყო და მაგასთან დაკავშირებითაც ალბათ და ძალიან ცუდი ის არის მედია სივრცეში უკრაინელების მიმართ რაღაც ნეგატიური ვრცელდება ფონია და ამ ყველაფრის გადაფარვის პონჩიდაც ეს რაღაცა ჭირდებოდათ რა ეხა უკრაინელები პიარში მაგრები არიან რა. მოკლედ ეს ღონისძიება მოხდეს სახელდახელოდ. ეხლა გრძელდება ზელენსკი პასუხობს ჟურნალისტების შეკითხვებს, მანამდე გამოსვლა ჰქონდა, მაგრამ ზელენსკიმდე იყო კიდე საინტერესო ისინი გამოსვლები ჰქონდათ. პრემიერ-მინისტრი გამოვიდა შმიგალი, საგარეო საქმეთა მინისტრი სიბიგა, ეს ერმაკი როა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ბუდანოვი, SBU-ს უფროსი მალიუკი, საგარეო დაზვერვის უფროსი სირსკი ჩაერთო ონლაინ და მოკლედ ყველამ რაღაცები იბოდიალა რა. მოკლედ თუ გინდათ სამ სიტყვაში შემიძლია გითხრათ რა ელაპარაკეს რა. უკრაინა იგებს ომს. ეს იყო ამ ყველაფრის შინაარსი, პათოსი და ხო ბაქი-ბუქი მიდიოდა რა მაგრები არიან, როგორ მაგრად აკეთებენ ყველაფერს და როგორ ცუდ დღეშია რუსეთი რა. ყველა თავისი მიმართულებით ამ რაღაცებს იძახდა რა. ხო, საგარეო დაზვერვის უფროსმა ისო რა ქვია. ზეპირად ვიცით კაცო რუსეთის გეგმებიო 2030 წლამდე რა. თვეებში გაწერილია, როდის რას აპირებენ, ყველაფერი ვიცით. 3000 რაკეტა უნდა აწარმოონ წელსო, იმდენი რაღაცა. გაისათო, ვაფშეო რა. ისე გამოვიდა, რომ პუტინის კაბინეტში ყავთ ვიღაცა რა. ჩაცუცკული მაგიდასთან და ყველაფერი იციან რა. ხო, ბუდანოვმაც იასნია იბლატავა. ხალხის პრობლემა აქვს რუსებსო. 50%-ის შეიარაღებისა ჩრდილოეთ კორეა აწვდისო, მაგის იმედად არიანო. ძალიან ცუდ დღეში არიანო, ეხა ჰაერივით ჭირდებათ ამოსუნთქვაო და იმიტომ უნდათო ეს დროებით მაინც ცეცხლის შეწყვეტაო, რომ ცოტა ძალები მოიკრიბონო. ხო და ასე შემდეგ. SBU-ს უფროსმა ვაფშე FSB-ს საერთოდ ვაფორთხიალებთო 120 სადა ჯაშუშო ქსელი გავშიფრეთო იქ ვიღაცები დავიჭირეთო. იქ 48 სტრატეგიული ობიექტი გაუნადგურეთო, იქ რაღაც აეროდრომებიო, ნავთობ ობიექტებიო, რაღაცებიო რა, მოკლედ ჩვენი დრონები მაგრად მუშაობენო, ძირითადი ზარალიო ამ დრონებისგან არისო, რაც პრინციპში არ არის სიმართლისგან შორს. ხო და მოკლედ მაგარი იბლატავა რა. სისკი ჩაერთო იქიდან და მთელი უკრაინის ათრევა უნდათო და არ გამოუვიდათო. არც 3 დღეში და არც 13 დღეში, უკვე მე-13 წელიაო და ხო აწი ნახე რა დღეში ჩავაგდებთო რა, უკვე 1700 კილომეტრზე ვისვრითო რაღაცეებსო და კიდე უფრო გავზდითო ამასო და ამას ვიზავთ, იმას ვიზავთ. მოკლედ რა. ცუდ დღეში არიან, მაგრამ კიდე უფრო ცუდ დღეში ჩავაგდებთო. ეს ერმაკმა ვაფშე ტერიტორიულ მთლიანობაზე ეჭვის ქვეშ არც დგასო და საერთოდ არ განვიხილავთო არანაირ ტერიტორიების დათმობასო, საიდან მოიტანეთო საერთოდო, მაგაზე ბაზარიც არ იქნებაო. ხო, ესეთი ის იყო. ერთადერთი შედარებით რეალობაში დარჩენილი პრემიერ-მინისტრი ჩანდა და იმან თქვა, რომ ხო ენერგეტიკას დედაუტირეს რუსებმაო, ძალიან სერიოზული ზიანი მოგვაყენეს ამ თვალსაზრისითო რა. მე ჩაერთო ზელენსკი, მოკლედ ზელენსკის გამოსვლა იყო საკმაოდ ისე ხნედ გამოიყურებოდა, სვეჟად რო იტყვიან, ფორმაში იყო. და შეუბერა იმითი დაიწყო, რომ კაცო უკრაინის მშვიდობისთვის მომენტში გადავდგები კიდევაც რა პრობლემაო რა. მშვიდობა იყოსო რა. აი მაგალითად მშვიდობა ესო გადადგომას გავცვლიდი ნატოშიო რა. რაღაც ულტიმატუმით გამოვიდა. ნატოში მიგვიღეთ და გადავდგებიო რა, ეგრე გამოვიდა. ანუ ახლა
წარმოიდგინეთ სად არის რა. მე ამ ტრამპის იმეებზე დაიწყო რომ რის 500 მილიარდიო, სულ 300 მილიარდი დაждდა ომიო. 100 ჩვენიო, 100 ევროპა მოგცაო, 100 ამერიკელებმაო რა. ხო და ეგასიცო რა, ვაფშე არა გვაქვს დასაბრუნებელიო, იმიტომ რომ მეო ბაიდენმა მითხრა რომ გჩუქნიო ამ 100 მილიარდს, რა ეგ გრანტი არისო, ცესხი არ ყოფილაო. რატომ უნდა დაუბრუნო, მით უმეტეს 500-იო რა. ხო და ეგ არ არისო ჩესნიო და ეგეთ რაღაცას რომ მე უკრაინელთა თაობებმა იხადონო ეგ ვალიო, მე ხელს არ მოვაწერო რა. მაგრამ მიდისო მაღაზიო ბაზარიო და დააგდესო რა ამერიკელებმა ფოსტაო რა, როგორც მე გავიგე, ეხლა ითხოვენ სვერ 100%-ს რა. გონი 200 მილიარდზე არიან ჩამოსული, ეხლა ხვალ ერმაკი უნდა გაფრინდეს ამერიკელებთან და შეიძლება რომ მე გონი 200 მილიარდზე მოილაპარაკოს რა. რაღაც ეგეთის გამოვიდა. მოლაპარაკებებში რა თქმა უნდა ჩვენო ევროკავშირიო რუსეთი და ამერიკაო, აბა ისე რა მოლაპარაკებებია ჩვენი და ევროკავშირის გარეშე, ეგ შანსი არ არისო, მაგას აზრი არ ექნებაო. ხო, ჩვენო ხანგრძლივი მშვიდობა გვჭირდებაო რა და უსაფრთხოებაო და ეს ტრამპი დღეს არის, ხვალ არ იქნებაო რა. ან დაახლოებით იმნარატვის აწვებოდა რა, რომ იმპიჩმენტს მოუწყობენ, ამერიკაში აქციებია, ანუ გადაირჩევენ და მე რა ვქნათ და აროჩი. ხო, ეს რეიტინგზედაც რის 4%-იო კაცო 65% მაქო რეიტინგია. ესე თქვა ზელენსკი, ხო. მოკლედ თავისას აჯაზებდა რა ზელენსკი, არანაირი მშვიდობა და მოლაპარაკებებისკენ არ არის მიდრეკილი, ომის გაგრძელებას და გამარჯვებას აპირებენ, მე როგორც მივხვდი. ხო, ეს Starlink-ის გათიშვაო ჩვენთვის არავის არ უთქვიო, ესო მედიაში ტრიალებს ეგაზრებიო, 40,000 ტერმინალიაო და რა, ახლა ტყილა ხო არა გვაქვს ფულს ვიხდითო რა. გერმანია და პოლონეთი იხდიან მაგის ფულსო რა. ხო, და ჩაანამიოკა თუ გაგვითიშავს მასკიო ფულს დაკარგავსო, ხო, ვითომ მასკს ფული აკლია რა. ხო, იდე 20 პატრიოტი გჭირდებაო. მოგვეცითო. რაღაცა იარაღის წარმოება დავიწყეთო წელსო, შარშანო 150 ზარბაზანი გავაკეთეთო. ეგ რაღაცა შორსროლელი რაღაცეებიო. მოკლედ რა, კარგად მიდისო ამხრივო საქმეებიო. შარშან 2,200,000 დრონი ვაწარმოეთო, მათ შორის 100,000 შორმანძეზე მოქმედიო და წელს კიდევ უფრო მეც ვაპირებთო და ამ დრონებით დედას უტირებთ რუსებსო რა. ეს იყო აი ძირითადი შინაარსი ამ გამოსვლების, ანუ ბაქი-ბუქი რომ აი მაგრად ვიძვით და დიდი წარმატებები გვაქვს, რომ რუსეთს ძალიან ცუდად აქვს საქმე და საშინლად არის დასუსტებული რუსეთის ეკონომიკა, შეიარაღებული ძალებიც და აი ჩვენი როგორც ჩვენი დიდი აკუბარდია იტყო და ერთი სული შებერვაღა უნდა და всё, წაიქცევა რა. და აი ამ ნარატივში ზიან რა. ამ ჩემს საერთოდ გასული არიან რეალობიდან. ანეგენი ან მე ვარ გასული, არ ვიცი, რომ მოусმინე სიმართლე გითხრათ, რუკა გავხსენი კიდე ერთხელ და დავხედე რა ხდებოდა და ეს ბოლო დღეების იმასაც გადავხედე, მე რაღაც ხო არ გამომჩა. იქნება უკრაინელებმა რაღაცა შეტევა დაიწყეს, რაღაცა წარმატებები აქვს, რუსები გარბიან. რავი, პუტინი ხო არ მოკვდა თქო ისიც. რა ხდება მეთქი რა და ხო არ ვიცი. მე ეგეთი ვერაფერი ვერ აღმოვაჩინე და ეს ხალხი სად არიან და რას აპირებენ მე არ ვიცი. მაგრამ აი თავისი მომხრეებისთვის და სლავა უკრაინშიკებისთვის ესეთი ის იყო რა, პოზიტიური ფორუმი იყო რა, ანუ გამაუხნევებელი და დავაიბიჭებო ცოტაც და გამარჯვება აი ახლოს არის რა. თითქმის უკვე მოსკოვთან ვართ რა. აი იყო აი ყველაფრის შინაარსი და ამას უსმენდი 3 საათი და აი როგორც მოვახერხე მოგიყევით იქ კიდე რაღაც ბევრი მარგალიტები იყო, ყველა ამ სიცოცხლეს რა დაიმახსოვრებს კაცო. რაც გამახსენდა მოვყევი.